ჩაწერეთ 5.1/4 არაწესიერი წილადის სახით. არაწესიერი წილადი ზოგადად რას ნიშნავს? გვაქვს წესიერი წილადები, რომლებშიც მრიცხველი არის ნაკლები მნიშვნელზე და არაწესიერი არის ამის საპირისპირო, როცა მრიცხველი მეტი არის ან ტოლი მნიშვნელზე. ეს არის არაწესიერი წილადი. კარგი, მოდი ახლა 5.1/4 ჩავწეროთ. 5.1/4, მოდი გადმოვწერ. 5.1/4 სხვა ფერი იყოს. ამისი ჩაწერა გვინდა არაწესიერი წილადის სახით. მოდი ესეთი რამე წარმოვიდგინოთ. Თქვათ გვაქვს 5 ცალი ნამცხვარი. Თქვათ გვაქვს 5 ნამცხვარი, ეს არის 1, ესე იგი. ასე. ეს არის მეორე, შემდეგ მესამე, ძალიან ცუდი ნამცხვარი სხვათა შორის. მეცადა ცოტა უკეთესი გაკეთება. არა უშავს. ეს არის მეოთხე და ესეც მეხუთე. ესე იგი, მე ახლა მაქვს სულ მაქვს 5 ნამცხვარი ტამპლიერების ფარსაც გავს, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ნამცხვარები უბრალოდ დაყოფილი არის 4 ნაწილად, მაგიტომ არის ასე. ახლა, ეს 5 ნამცხვარი რას ნიშნავს? თითო ნამცხვარში შედის 4 ნაჭერი. მოდი დავწერ. 5 მცელი, ესე გვაქვს. მოდი ცოტა ჩამოვწევ კიდეც ამას ქვემოთ, რომ უკეთ გამოჩნდეს. ესე იგი, გვაქვს 5 ნამცხვარი, თითოში შედის 4 ნაჭერი, ეს რას ნიშნავს? 4 ნაჭერი ნამცხვარში, ეს რომ გავამრავლო 5 ნამცხვარზე. 5 ნამცხვარი. ეს რა იქნება? ეს იქნება 4x5. 4x5. ეხლა 4 ნაჭერი ნამცხვარში გამრავლებული 5 ნამცხვარზე. თვალ მათემატიკური ჩანაწერი არის, მაგრამ იდეა ისაა, რომ თუ გვაქვს 5 ნამცხვარი და თითოში არის 4 ნაჭერი, მაშინ სულ გვექნება 4x5 ნაჭერი. აი ესე. შემეძლო ისე პრინციპში ნაჭერი მრიცხველში ყოფილიყო და ნამცხვარი მნიშვნელში, მაგრამ აქ ცოტა მაიმუნობა იქნებოდა. ანუ ესე იგი 20 ნაჭერი გვაქვს სულ. 20 ნაჭერი. ეს 5 მცელი წარმოადგენს 20 ნაჭერს. ანუ ეს სხვაგვარად შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც 20. ოღონდ ახლა ნაჭერის ნაცვლად დავწერ, რადგან აქ მთელი მიწერია. თუ 4 შეადგენს ერთ მთელს, ერთი ნაწილი იქნება მთელის მეოთხედი. ანუ 5 მცელი არის 20 მეოთხედი. 5 მცელი არის 20 მეოთხედი. ან სხვაგვარად 20 მეოთხედი აი ასე. ანუ ესეთი ჩანაწერი. ესე იგი, ეს არის 5 მცელი, აი ეს არის 5 მცელი. კარგი. კი ბატონო, ეხლა მოდი შევხედოთ 1 მეოთხედს. 1 მეოთხედი რა არის? კიდევ გვაქვს ერთი ნამცხვარი, პირობითად დავხატოთ. უკეთესი ნამცხვარი გვაქვს, მაგრამ ამ ნამცხრიდან აღებული გვაქვს მხოლოდ 1 მეოთხედი. მხოლოდ 1 მეოთხედი. იმხელა არის იგივე ზომისა, რაც ამ ნამცხრებში, უბრალოდ არის 1 მეოთხედი. მაშინ ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ამ 20 მეოთხედის გარდა კიდევ დამატებით გვაქვს 1 ცალი, ანუ კიდევ გვაქვს 1 მეოთხედი. ეს ესე იგი არის, როგორც თქვი, მოდი აქ დავწერ 20 ნაჭერი და ამ 1 მეოთხედის გამო კიდევ თურმე გქონია პლუს 1 ნაჭერი. კარგი. ესე იგი, სულ გვექნება 21, ხო? 21 ნაჭერი და თითო ნაჭერი, როგორც თქვით, წარმოადგენს 1 მეოთხედს, სინამდვილეში 1 მთელის მეოთხედია, ხო? ანუ ეს თუ არის 1 მცელი, მაგის მეოთხედი 1 ნაჭერი. ესე იგი, ჩვენ თუ გვაქვს 21 ნაჭერი სულ, ანუ სულ თურმე გქონია 21 მეოთხედი. თელის 21 მეოთხედი, ანუ 21 მეოთხედი ნამცხვარი გქონია. ან სხვაგვარად, თუ გვაქვს 5.1 მეოთხედი ნამცხვარი, აი ეს 5 და ესეც 1 მეოთხედი, ეს იგივეა, რაც 21 მეოთხედი ნამცხვრის ქონა. ანუ 5.1 მეოთხედი გადავწერეთ როგორც 21 მეოთხედი, ანუ არაწესიერი წილადი. კარგი. მაგრამ ეს არის ძალიან შემოვლითი ინტუიციური გზა. და ეხლა გასწავლით პირდაპირ ხერხს, როგორ შეიძლება გადავიყვანოთ რიცხვი, ანუ რაც შერეული წილადი მაგალითად არაწესიერ წილადში. მოდი გამოვწერ ახლა ისევ ხელახლა 5.1/4-ს, მოდი აი აქ ვიმუშავებ, აი ამ სივრცეში. ესე იგი 5 მცელი და 1 გაყოფილი 4-ზე. 5.1 მეოთხედი. ამისთვის ესეთი მოხერხებული ფორმულასავით არის მნიშვნელი გრჩება იგივე, ესე იგი მნიშვნელში გვაქვს ისევ 4-იანი, ხოლო მრიცხველში ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. მრიცხველში ერთიანი დარჩება, ესე იგი 1-ს, მოიცა, სხვა ფერია ეს, 1-ს პლუს 5x4, 5 გამრავლებული 4-ზე. 5 გამრავლებული 4-ზე. აი ესეთი რაღაცა. და ეს უდრის, ეს პირდაპირ უდრის 5x4 არის 20 პლუს 1 21, 21 გაყოფილი 4-ზე. ესე იგი, მთელ ნაწილს ვამრავლებ მნიშვნელზე
და ვუმატებ მრიცხველს და ასე ვიღებ ახალ მრიცხველს. Მნიშვნელი რჩება იგივე. 5 გამომრავლე 4-ზე, მივიღე 20 და ვუმატე 1-ს, მივიღე 21. ესე იგი 21 მეოთხედი. ანუ ამ ხერხით ნებისმიერ შემთხვევაში შერეულ რიცხვს გადაიყვანთ, შერეულ წილადს გადაიყვანთ არაწესიერ წილადში. და ზოგადად 5.1 არ მithქვამს და მაინც ხაზს გავუსვამ. 5.1 ზოგადად როგორ შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ რას უდრის, ეს არის 5-ს დამატებული 1/4, ხო? მაგიტომ არის რომ 5-ს დამატებული 1/4 რადგანაა ეს, 20 ნაჭერი თუ არის 5, ესე იგი აქ თუ გვაქვს 20 ნაჭერი და 1/4 თუ გვაქვს 1 ნაჭერი, მაგიტომ ვიღებთ 21 ნაჭერს და მაგიტომ ვიღებთ 21/4-ს ამათი შეკრებით. მოკლედ, იმედია ძალიან არ აგაბნიეთ, ეს არის ცოტა უფრო ინტუიციური გზა, მაგალითით და ანალოგიებით. ეს არის პირდაპირ მარტივი მეთოდი, როგორ შეგვიძლია არაწესიერი კი არა და შერეული წილადი გადავიყვანოთ არაწესიერ წილადში.